საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. პატიოსანი ქართველი კაცი თავ ქუდ მოგლეჯილი გარბის ქვეყნინა. სად გარბიხარო ეკითხებიან და ეს კიდე პასუხობს გამიშვით მე იმ ქვეყანას რა უთხარი სადაც გიორგი გუგავა ტატოს მერანია და ეკაბერიძე კიდე გლონტის ღორიო. ხალხი იძახის მაღალმა თქვა პრემიერ-მინისტრობა უინტერესო საქმეა და ალბათ აღარ აპირებს პრემიერობასო, მაგრამ რა ვიცი, აბა ქვეყანას როცა დაჭირდა ჩემმა მაღალმა რენი ჰარლინის ფილმს უყურა ბოლომდე და თვითონ მაგაზე საინტერესო აღარ იქნება ეხლა პრემიერობა. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელე და რადიო ყუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. ქართულ პოლიტიკოსებს შორის გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი ტელეკომპანია მაესტროს ხატოვნად გინებაში. გუშინდელ შეხვედრაში თავის შალვა ნათელაშვილმა გამოიჩინა და შემდეგი ეპითეტებით გამოგვანძღა ტელეკომპანია მაესტროს თანამშრომლები. დღეს ჩვენ გამოუცხადეთ ასევე ბოიკოტი, ეხლა დამარქმევთ პროტესტანტს და ბოიკოტის, მაგრამ სხვა გზას არ ხედავთ, ეხლა მიტინგს ხარ მოუწყობა რა, მასმედიის წარმომადგენლის მაინც კოლეგაა, ხო? ტელეკომპანია მაესტროს. ეს ტელეკომპანია ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ გადაიქცა მისი ოცნებებისა და სიზმრების სამინისტროც. აი როგორც ფილმშია მეფეს როუნება სიზმრების მინისტრი დამიძახეთ და მოუფრინო ბატონო ეხლა მანდიქრა. აი ზუსტად ესე გახდა, ფაქტობრივად ღლონტის ღორად გადაიქცა. ღმერთო ჩემოგოცა, ნეტა რა პრიზი ამ ჩემპიონატში დაწესებული ასე მონდომებით რომ ლანძღავ ეგეც. თანაც შალვა ნამდვილად არ არის პირველი, მანამდე ნინო ბურჯანაძემ რეალ ტივი გვიწოდა, ბიძინაჩემმა სააკაშვილის სპეცსამსახური. გოგა ხაინდრავამ საერთოდ გამოაცხადა მაესტრო ციხეში რომ ხალხი ზის, იმათი შექმნელია და თქვენ საერთოდ რა შუაში ხართო და ეს ყველაფერი საბოლოოდ შალვამ დააგვირგვინა თავისი ღლონტის ღორებით. არა აშკარად რაღაცა შეცდომები გვაქვს, თორემ ასე ხომ არ გამოგვანძღავდნენ კაც. ხვალიდანვე გამოვასწორებ ამ შეცდომას. აი ნინოს რომ მოვეწონო, ჩემს გადაცემაში ბადრი ბიწაძეს ხელს გადავაწევინებ და ისა ჩემი გადაცემის ქუდად ბელა ჩაოს მუსიკას გამოვიყენე. გოგამ რომ შემიყვაროს, აგერ პირდაპირ საუბრებში რეკლამების ნაცვლად პრაგულკებს გავუშვებთ, ხო? წამყვანსაც გამოვცვლით და გადაცემას დავარქვათ პირდაპირ საუბარს ტიგრან გულოიანთან ერთად. შალვას კიდე რა უშველო ხარ, არ ვიცი. ეგ მცირედით არ დაკმაყოფილდება, ხო? მოვიფიქრე. გამოკითხვა სავანე პატა ჯიბლაძეს. დადგეს და იკითხოს, ვინ არის სააკაშვილი, პირსისხლიანი ავხორცი თუ გარყვნილიო. მაგრამ არა, არ ვიზამ ეგეთ რამეებს და იცით რატო? იმიტომ რომ კარგად მახსოვს ბურჯანაძემ რომ მაგინა, ზუსტად მაგ დღეს გამიყვანა ტაქსის მძღოლმა წყნეთიდან ვარკეთილში უფასოდ. ხოლო შალვა როცა მწყევლი და ზუსტად მაგ დროს ყასაბი მაძლევდა 8 კილო ხორცს 2 ლარად. გაიგე შალვა, აი იცი როდის აღარ დაგჭირდება ჩემი გინება? აი მე რომ მივალ იგივე ყასაბთან და რომ ეტყვის ვასიკო ჯიგარი კი ხარ, მაგრამ ვერაფერს ვეღარ მოგცემ, მაგერ შენამდე მადლიანმა შალვა ნათელაშვილმა ჩამოიარა და იმას გავატანე ბოლო მოზვერი საჩუქრად. ხო? მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი რუსეთის აგენტად და საქართველოს ნომერ 1 მტრად შერაცხეს, პარლამენტის წევრმა ჯონ დებაღათურიამ მთავრობაშიც აღმოაჩინა აგენტი და ქვეყნის მოღალატე. თან მაქვს ფოტომასალა, დოკუმენტური ფიზიოგრაფიები და ერთის მოღალატე. თანაც მაქვს ასევე დოკუმენტური მასალა. ერთი ეს არის ფოტოსურათი, შეიძლება ახლოს მოიტანოს ოპერატორმა კადრი, ეს არის ბენდუკიძე, როგორ ახლა პუტინს ხელს. ანუ პუტინის აგენტი ყავს აღმოჩენილი. ეხლა კიდევ ერთი მოღალატე. ისე გოკაზანის ჩვენი კოლეგების ერთი ნაწილი სტანდარტები, ეს არის შასკილი. რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ, მინისტრი, განათლების მინისტრი რუსეთის აგრესიას და ოკუპაციას უწოდებს აგვისტოს მოვლენას. ვინ, ბატონო ჯონდი? კახა ბენდუკიძე რუსეთის აგენტია? კარგით რა, ბატონო ჯონდი. ეგ ერთი რუსეთში გამდიდრებული მილიონერი პატრიოტი კაცი ყავს საქართველოს და მაგაზე როგორ ამბობთ რომ რუსეთის აგენტია კაც? რა აგენტი, ვის აგენტი ისაგაც? წავიდა მოსკოვში იშოვა 1 მილიარდი სუფთა ფული, ჩამოვიდა საქართველოში, გაყიდა ტყე, მდინარე და სხვა ბუნებრივი რესურსები და საქართველოს ბიუჯეტში ფული შეიტანა. და ამაზე ამბობთ აგენტიაო? ან შაშკინზე როგორ ამბობთ კაცო, მოღალატეაო კაც? კაცმა უწიგნურ ქართველებს განათლება მისცა, ბოროტისა და პრეზიდენტის გარჩევა ასწავლა. როგორ შეიძლება ახლა ეს კაცი ქვეყნის მოღალატე იყოს კაცო? ყველამ დაიმახსოვრეთ, ქვეყნის მოღალატე და მტერი ის არის, ვინც ჩემს მაღალს არ მოწონს. დაინახეთ ვინ არიან ეს ადამიანები?
ბენდუქიძე და თქვენი ფავორიტი ბატონი ივანიშვილი. კაცი, რომელიც ემსახურება ქართულ საქმეს და კაცი, რომელიც გამოაგზავნეს მოსკოვიდან, რომ როგორმე ეს ბოლო ოცნება თუ ბოლო იმედი, რომელიც გამოგზავნილი იქნა დიდი ფულის სტომრით, როგორმე საქართველოში შეცვალოს სიტუაცია და შეაბრუნოს ჩრდილოეთისკენ ქართული ხედვები და ქართული საერთაშორისო პრიორიტეტები. მე გთავაზობთ, ერთი განსხვავება მაინც აღმოვაჩინოთ იმ პოლიტიკოს შორის, რომელიც საქართველოს მიმართ განხორციელებულ ცალმხრივ ეკონომიკურ ემბარგოს საქართველოს აბრალებს და ყველანაირად ცდილობს ამაშიც კი რაც რუსეთმა ცალმხრივ გაუკეთა საქართველოს და დააზიანა საქართველოს დაადანაშაულოს და იმ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს შორის, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, მინისტრი გახდა და ამ ემბარგოს შედეგების ლიკვიდაციაზე ძალიან აქტიურად იმუშავა. ბატონო, რა ბრძანეთ ბატონო გოგა? მჯერა თქვენ რასაც ამბობთ, მჯერა რომ ბიძინაჩემი რუსეთიდან გამოგზავნილი აგენტია, დიდი ფულით, მაგრამ ახლა მე წაგიკითხავთ, რა გააკეთა ბიძინაჩემა ამ რუსული მტრის ფულით. ერთი წუთით, ესე იგი, ქობულეთის გასართობი ცენტრი ციცინათელა, საბაგირო გზა ბაკურიანში, თეატრების რემონტი, ოპერის რუსთაველის მარჯანიშვილის და კინომსახიობთა თეატრის. ყველაფერი საჩხერის ირგვლივ. პრომეთეს მღვიმე, ხო, სხვა შორის ეს ის მღვიმეა, სადაც ჩემმა მაღალმა მთავრობის ხდომა ჩაატარა. ასევე ბათუმის დელფინარიუმი, ხო, ეს ის დელფინარიუმია, სადაც ჩემს მაღალს დელფინი ელამუნებოდა, ხო. ასევე გომი ჭიათურა ზესტაფონის ტრასის ასფალტი, ხო. ასევე პატრულის მანქანები. ხო, პატრულის მანქანები, დიახ, ჩემო ძვირფასებო. აი, დღეს რაც პატრულის მანქანები ყავს, ყველაფერი ბიძინაჩემის რუსული, მტრული ფულით არის ნაყიდი. ასევე სკოლების რეაბილიტაცია მთელ საქართველოში. საჩხერისა და გორის სამხედრო ბაზები. ჩემო მაღალო კაცო, მოღალატე ადამიანი საქართველოში სამხედრო ბაზებს აშენებს? ხო, რა ვიცი. ქალაქის სიღნაღი. ხო, ჩემო მაღალო, აი ისა, ქუთაისის რეაბილიტაცია და ოპერის, ხო, შენობაც, ხო, ოპერის შენობაც ქვეყნის მთელ ბიზნესს გაუკეთებია და ბოლოს ამ რუსული ფულით ბიზნესჩემმა აშენა სამების ტაძარი. ეხლა ამდენი რამე რო გაქვს. შეკაი ბიზნესმენო ადამიანო გაკეთებული და აგენტი ხარ, აბა რა ხარ კაცო? მოსულ ხარ ჩtildeოეთიდან და გვაწიოგებ და კიდევ პრეზიდენტობა გინდა კაცო. წადი ბიძინა, წადი. წადი ბიძინა, შენი ფეხი არ იყოს აკა, შენ ახარ ქვეყნის დაუცინებელი მტერი. დიკიდა. გაუმარჯოს ვლადიმერ პუტინს, ნამდვილი პატრიოტი კაცი, სიტყვის კაცი. აი, არ დამიჯერებთ, მაგრამ თვალებში რომ ჩავხედე ვალოდიას, დემოკრატია დავინახე. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რუსეთის ეკონომიკა, პოლიტიკა როგორ არის მონოპოლიზირებული და პრაქტიკულად ყველაფერს განაგებს საბჭოთა მენტალიტეტის ადამიანი პუტინი, რომელიც ლამობს საბჭოთა კავშირის აღდგენას და ის ხშირად ლაპარაკობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ეს იყო გეოპოლიტიკური კატასტროფა. დიახ. ამას დავიდავანებოთ, რომ ის არის KGB-ს აგენტი და თანამშრომელი, რომელიც ყველაზე დიდი ჩინი იყო მაიორი. რას ლაპარაკობ შოთაგე? აი, ხა კეთილო კარგო კაცო, გაჩერდი ხა, ნუწოდა. ვინ კაცო? ვალოდია პუტინი, KGB-ს აგენტი, აგენტი. ერთი წუთით. ხო, მართალი ხარ, ხო, შოთა. ვოვა ხომ KGB-მ დანიშნა პრეზიდენტად. აი, ზუსტად აქ მიწერია მაგის სამსახველი მოვლენები კი. შენად მეორედაც დანიშნეს, ხოლო მეორე თქო პრემიერ-მინისტრად და ამ დროის განმავლობაში ის საკუთარ თავზე ფარულად აგროვებდა კომპრომატებს და KGB-ში მიქონდა, ხო. თან როგორ ფარულად ასრულებდა ამ ყველაფერს კაცო? შოთა მალაშხიას გარდა კაცი შვილმა ვერ გავიგეთ რომ ის სინამდვილეში აგენტი ყოფილა და არა პრეზიდენტი. ღმერთო ჩემო, რა მახინჯია სიმართლე. განვეც სიმართლე. შოთა მითხარი რომ ეს სიზმარია, მითხარი რომ იხუმრე, ხლა არ მინდა მის დაჯერება. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში მიმართული იყო შოთა მალაშხიას წინააღმდეგ. ხალხო, კოჭოია ხომ სინამდვილეში პუტინია. შოთა გაიქეცი ქვეყნიდან, აუცილებლად პუტინი აქ არის ჩვენთან. შენ წინ იჯდა დებატებში დიმალორ თქიფანიძის ნიღაბით. გასცი შოთა, ყველა KGB-ს აგენტია. ხო. მაგრამ შოთა იქნება ერთი თვით დაისვენო. ჰა, ხო. სამდე შვიდ ადგილას წადი, სადაც ტელევიზორი არ იქნება, ის მაღალო კაცო, შენ კიდე მიეცი მოგალაქეობა და დანიშნე ვადამდელი არჩევნები, თორემ დაიტანჯნენ ბავშვები, დაიტანჯნენ კაცო. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დრო. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. აგენტი გაშიფრულია. ის ფარულად მოქმედებდა და საიდუმლო ინფორმაციებს აგზავნიდა კრემლში. ის ძირს უთხრიდა მშვიდობის ხიდს. მან გადაყლაპა მერცხალი. ჩვენი დაზორვა მას ვერ იხელთებდა, მაგრამ გუშინ შოთა მალაშხიამ აგენტს ჩაავლო და არც მეტი არც ნაკლები რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი შერჩა ხელში.
გაშიფრული აგენტი, ჯანსაღი კრიტიკის ნაყოფი. არის ასრულდა ქართველი ხალხის ოცნება. ბოლოს და ბოლოს ჩამოვიდა, გაგვიღიმა, თვალი ჩაგვიკრა და ლოყაზეც გვიჭმიდა რასმუსენმა და ნატომ. აბა გარშალეთ სუფრები, დაკალით საკლავი, რასმუსენის სადილად ხინკალი მოახვიეთ და დელეგაციას ჩვენი გასაჭირი. ნატო საქართველოში, შენ დაუკან, უმაპო შეხვედრაა. აი თქვენ რომ ვაშლის კომპოტის ქარხნის დირექტორი იყოთ და ვაშლის ქარხნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩამოგაქვეით. ხო, უკმაყოფილო იქნება. ასეა ჩემი მაღალიც. მისთვის უინტერესოა პრემიერ-მინისტრის პოსტი. აი, ამონარიდი სტატიიდან. ეს არც თუ საინტერესო პოზიცია იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პრეზიდენტია. ახალი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს და პრემიერ-მინისტრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანად პარლამენტზეა დამოკიდებული. არც თუ საინტერესო პოზიცია იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პრეზიდენტია. აცხადებს სააკაშვილი. ანუ მიგვანიშნა რომ არაპირებს პრემიერ-მინისტრობას? ხო, დიახ, ეხლა თან ეს არაკორექტული იქნებოდა ხა მისი მხრიდან ასეთი საქციელი. მართლა ერთ-ერთი ხომ არ გაიმეორებს პირსისხლიანი პუტინის პოლიტიკას. მე დედები რომ დანიშნა დროებით და ახლა კვლავ თავის სკამს რო ურულდება გაც. ხო. როგორც ეტყობა, ბოლო დროს მაღალსად სენტიმენტები შემოეძავა და ნახეთ, როგორ გაჯიგრდა. ხდება თვითონაც რომ ახალი სისხლი, ახალი შემართება ასაჭირო ხალხისთვის. მაპი და ყვითელი ავტობუსები აღარ არის საკმარისი სტიმული ხალხისთვის, ხო? ეგრე რა მაღალო კაც. რატო გვანერვიულებდი ამდენს? კი არ მიხარია კაცო აქ ყმედობა. სერგო გამორთე კამერა, ხო, დავისვენოთ ცოტა ხანი და ასე კი მაღალის მაგივრად ჩვენი ახალი რომ მოვა, ხო, იმაზე მოვიფიქროთ რაღაცეები, ხო. მე ცოტა ხნით გემშვიდობებით, ახალ პრეზიდენტზე მაქვს სცენარი დასაწერი, აბა, გავედი. თქვენიცით. გმირთო, სულ დამავიწყდა რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის არსებობს. საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკის ელიტარული სპეცრაზმელები საკუთარ პრეზიდენტზე განაწყენდნენ და გულდათუთქულებმა შემდეგნაირად გამოხატეს პროტესტი. ამერიკის ელიტური სპეცდანაყოფის წარმომადგენელთა მონათხრობი ბინ ლადენის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიისაგან განსხვავდება. სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლები უკმაყოფილოები არიან იმით, რომ ისინი ცივსისხლიან მკვლელებად წარმოაჩინეს. მათთვის შოკის მომგვრელი იყო ისიც, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იმ საღამოსვე გამოაცხადა ბინ ლადენის გარდაცვალების შესახებ და ამით ხელში ჩაგდებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი უსარგებლო გახადა. შეერთებული შტატების ელიტური სპეცდანაყოფის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ბინ ლადენი მის აგარაკზე დესანტის გადმოსხმიდან პირველივე წუთის განმავლობაში განადგურეს და არა იქ გამართული ბრძოლის შედეგად, როგორც ეს ოფიციალური ვერსიის მიხედვით არის ცნობილი. ხედავთ კაცო ხალხო, თურმე როგორი სპეცრაზმები არსებობს სოფლიოში. სპეცრაზმები, რომლის წარმომადგენლებსაც დიდარი სულიერი სამყარო აქვთ და ღიზიანდებიან, როდესაც მათი სულიერი განცდები და ფაქიზი გრძნობები ფექვეშ ითელება. სპეცრაზმები, რომლებსაც ბინ ლადენის მოკლაში 2000 ლარიანი პრემიის აღებას სპეცოპერაციის სწორად გაშუქება ურჩევნია. სპეცრაზმელები, რომლებსაც დათა თუთაშხია თუ არა, სამი მუშკეტერი მაინც აქვს საკითხული და ამბობენ ბინ ლადენს რაინდული წესების დაცვით შევებრძოლეთ. სეკუნდანტები აუყვანეთ და ჩვენი დამბაჩებით სამართლიან დროს ამოქმედდა. მეგონა ამ ჩვენი სპეცრაზმელების შეხედულებით, მეგონა რომ სპეცრაზმელებმა წერა-კითხვა საერთოდ არ იცოდნენ. საჩივრების წერაზე იყო საერთოდ ზედმეტი იყო ფიქრი. მაგრამ არა, არც ასე არის საქმე. აი მე ახლა ხელთ მაქვს ჩვენი სპეცრაზმელების მიერ დაწერილი საჩივარი. ერთი წუთით, ბატონო პრეზიდენტო, ის მოხუცი კაცი რომ გავიფინეთ 7 კაცმა წირქვეშ და სახელმწიფო წესრიგს რომ ვუმყარებდით ბეჭებზე, რატომ გაგვაშველებთ? ხო, მეორეც. ბატონო პრეზიდენტო, მომიტინგესთვის ერთი ფეხის მოტეხვაში 1000 ლარს რომ დაგვპირდით. მე რამდენიმეს მოვტეხე, ორივე და იქნება 300-იც დამემატოთ. დედა, როგორ გავს აი ამერიკულ საჩივარს? ორივე Microsoft Word-შია დაწერილი და ორივე 16-იანი შრიფტით. სრულიად შემთხვევი და მართლა არანაირი გველის ენობის მიზნით ვიჯექი და ვათვალიერებდი ინტერნეტ გვერდს IPNG. მაგრამ ვინ გაცდის აკა შენთვის წყნარად ინტერნეტში ნავად, სად იყო და სად არა, კაცმა არ იცის საიდან. სხვადასხვის უცბად გამოვარდა და შიგ თვალებში აი ასეთი სტატია მეკვეთა. რა მოხდებოდა ასეთი პიროვნება ებრაული წარსულით და გვარით დამასკოთი ან ისრაელის სახელმწიფოსთან სხვა დაპირისპირებული დედაქალაქით მართული ისრაელში რომ ჩასულიყო და პროცესების მართვა მოესურვებინა. მას ვინმე გააჩერებდა? იფუნქციონირებდა პოლიტიკურად. საქართველო კი ძალიან დემოკრატიულია და ამ ადამიანს ყველაფრის უფლებას აძლევს.
ხო და ჩემო პეტრე ზუსტად მაღალი დემოკრატიულობის გამო მიყვარს ჩემი გასაცოდავებული ქვეყნის მყარად მდგომი მთავრობა. აბა რა კაცო, ვინ გააჩენებდა ამდენ ხანს? ეგრევე გაუხრეთდნენ შუბს, საერთოდაც მოწამულ ცეილონის ჩაის დაალებინებდნენ და თირკმელის ბრმანაწევის ან სულაც ქუსლის შეტევით მოკვდებოდა. ხომ სწორად გავიგე თქვენი ნათქვამი ბატონო პეტრე? თუ რაიმეს ისე ვერ ჩავწვი როგორც შენ ჩაგვიქფე ტექსტზე, მაშინ მაბადია და კიდევ დავიწყებ სხვა ახსნების ძიებას. ეს ერთი და აი მეორე რაშიც ცოტა უნდა შეგეწინააღმდეგო ის არის რომ ისრაელი და მისი მთავრობა და საერთოდ ებრაელი ხალხი იმდენად მიმტევებელია რომ შეიძლება მსგავსი პოლიტიკური ფიგურა პირდაპირ მმართველად დაენიშნა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აგერ ჩვენ სატუსაღოში ძალიან უცნაურად მოხვედრილ ებრაელ ბიზნესმენებს რას ვუკეთებთ? მათთვის აკრძალულ ღორის ხორცებს ვტენით. იმედი კიდევ ბევრ სხვა სულიერად დამანგრებელ სიკეთეებსაც ვუკეთებთ. გულის შეტევებს, ინფარქტებს და მსგავს გრიალებს არ ვაკლებთ და რა? ისრაელის მიმტევებელი სახელმწიფო ზის და უბატონოდ ხმას არ გცემს. ახლა იმას თუ არ ჩავთვით რომ ჩვენს ოფიციალურ დელეგაციებს რომ აღარ ასუნინებენ თავიანთ ტერიტორიაზე. ახლა კი ხუთი პოლიტიკური აბის მიღებას გთავაზობთ. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილს იკავებს ჩვენი განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი. დიმამ 2 სიტყვა ახალ ბიუჯეტზე თქვა და მიკროფონს სწრაფად გაშორდა, რათა უკვე ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მინისტრებსაც აბსოლუტურად იგივე ეთქვათ ჩვენს ახალ ბიუჯეტზე. 10 პუნქტიანი გეგმის მიხედვით 2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით მომავალი წელი არის განათლების წელი. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილს იკავებს პეტრე ცისკარიშვილი, რომელმაც ჩემი მაღალის ძველხუმრობას მაპის შესახებ ახალი სიცოცხლე შთაბენა და ფორმით სხვაგვარი, თუმცა შინაარსით იგივე ხუმრობა შემოგთავაზა. თავისთავად ეს ვიზიტი არის ერთგვარი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ბუხარესტის სამიტზე 2008-ში მაპი არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მაპიც თავის თავში პოლიტიკურად ამას გულისხმობს. მესამე ადგილი. მესამე ადგილზე გავიდა რუსთაველის თეატრში რასმუსენის დასახვედრად გამზადებული ქალბატონი, რომელსაც გაძვირებული ცხოვრება და თეატრთან არ განშორების სურვილი აი ასეთი რამის თქმას აიძულებს. პატივი აქვს რუსთაველის თეატრს და ვიხარია ძალიან, რომ გადაწყდა ამ ჩვენ საყვარელ შენობაში. ესოდენ საპატიო სტუმრების მიღება. მეორე ადგილი. მეორე ადგილს იკავებს ქართველი ჩინოვნიკი, რომელიც რასმუსენის ვიზიტს მორიგ სიგნალად აფასებს და ამით დიდად გახარებული. აი რა ვიცი ხა მე აქამდე მეგონა რომ სიგნალს მაშინ გაძლევენ, როცა ცუდა დადიხარ, ან მწვანეზე დგახარ და გზას არ აძლევს სხვას, თორემ ბიჭო, კარგად თუა საქმე, ამდენ უბრალო სიგნალებს რატომ უნდა გვაძლევდნენ? რა ვიცი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია იმ კურსის მხარდაჭერისა, რაც საქართველოს აირჩია, ქართულმა ხალხმა აირჩია. პირველი ადგილი. პირველ ადგილს იკავებს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც შევად აქვს ჩვენი მოსახლეობის კვების რაციონიდან რაღაცების მიტაცება. ამჯერად ბატონმა ნიკამ მესამე კლასელთან შეხვედრისას ვეღარ მოითმინა და დაბადების დღის ტორტის თანხლებით პატარა გაკვეთილი ჩაატარა გაყოფაში. პრეზიდენტმა მითხრა, რომ არის დღეს დაბადების დღე, ნიკის დაბადების დღე, ამიტომ მინდა რომ მიულოცოთ მას, უსურვოთ წარმატებები, უსურვოთ დიდი გოგო გაიზარდოს, უსურვოთ წარმატებული იყოს, უსურვოთ კარგ საქართველოში და კარგ ქვეყანაში იცხოვროს და ასევე მიულოცოთ და მე გავუშვათ ის მეგობრებთან ერთად, რომ ეს ძალიან გემრიელი ტორტი გაუყოს და იქნებ ჩვენც გაგვიყოს. ეს გახდათ განაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.